მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგანს უყურებთ მადლობა იმის რომ გამოწერეთ გაკ ჩემი არხი იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მისცემთ გაგეცნობით მე ვარ კატა. შეგახსენებთ რომ პირად დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე ვიდეოების ქვემოთ, რომელიც არის ხოლმე, რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, გავაკეთოთ ესეთი გაშლა. არის თუ არა ხელის შემცვლელი ფაქტორები თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის? ნახოთ, არის თუ არა ხელის შემცვლელი ფაქტორები და რა ხელის შემცვლელი ფაქტორებია, ესეც ვნახოთ. ნახოთ. სამი ვარიანტი. ვარიანტი 1, ვარიანტი 2, ვარიანტი 3. წითელი, ყვითელი და მწვანე. შუქნიშანი. წითელი, ყვითელი, მწვანე. ნახოთ, არის თუ არა ხელის შემცვლელი ფაქტორები და თუ არის რა არის ის. სამი ვარიანტი. ჩაიფიქრეთ. გეტყვით რომ ფასდაკლებები გრძელდება და შეგიძლიათ გამოიყენოთ. იმედია ჩაიფიქრეთ და იმედია მოიფიქრეთ რომელი ფერი გინდათ, რომელი ბუ გინდათ და გეტყვით რომ 2 შაბათს, 3 შაბათს და 4 შაბათს იქნება, ესე ვთქვათ, ძალიან ისეთი გრანდიოზული ფასდაკლება პირად დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით. პრიორიტეტი დიაგნოსტიკის ღირებულება იქნება 30 ლარი. ჩაწერა იქნება წინასწარ, ამიტომ რომ ფიზიკურად ბევრს ვერ მივიღებ, ხო? ამიტომ წინასწარ იქნება ჩაწერა. 2 შაბათი არის, მე მგონი 11, 12 და 13 მაისი, ესე რა ვთქვათ. მოკლედ, გადავდებ მე მესამე და თაკეთ დავდებ, რომ არ შეგიშალოთ ხელი. მესამე და მეორე ვარიანტს, ესე. და ვინც აირჩია ესეთი წითელი ბუ, ნახოთ, არის თუ არა ხელის შემცვლელი ფაქტორები. სამწუხაროდ არის აქ ხელის შემცვლელი ფაქტორები, როგორც ჩანს აქ სამკუთხედ სიტუაციაში ხართ, უბრალოდ ერთი არკანი, პირველი არკანი იყო ზომიერება და აქ ზომიერებაში არის მდგომარეობა, როდესაც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, თასი, სათლი, ხო, ესე ქვია მე მგონი, ხო, თუ არ ვცდები, არის გაბზარული, გატეხილი და გაჟონვა ხდება წყლის, ხო, ანუ ბოლომდე ვერ ავსებს მეორეს. აქ არის ჩემი დანახვით ეს არის მდგომარეობა, როდესაც მეორეს როცა ვერ ავსებს ადამიანი, ესე იგი სხვაგანაც მიდის მისი ენერგიები. არის თუ არა ხელის შემცვლელი ფაქტორები? კი, არის. აქ არის სამკუთხედის სიტუაცია. ხა სამიან თასები ისეთი ემოციური, ძალიან სასიამოვნო, მეგობრები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ ხოლმე და მაქვს ესეთი მომენტი, როდესაც სამიან თასები არ არის ყოველთვის ბედნიერება, არ არის ყოველთვის წარმატება, არ არის ყოველთვის რაღაცა გამარჯვება და რაღაც დღესასწაული და დაბადების დღეები. მით უმეტეს, როდესაც მოყვება შვიდი ახმალი, სადაც ზუსტად და კაფიოდ ჩანს, როდესაც აქეთ წყვილია და ზედმეტად ერთი ადამიანი არის აქ კიდევ, ხო? და რა თქმა უნდა, სამი ახმალი, სადაც აქეთ იქიდან არის 2 ბუ და შუაში არის ყვავი. ხო, ანუ 2 ერთნაირი ფრინველი და შუაში სხვა ფრინველი, ხო, არასწორი ფრინველი. ანუ სამკუთხედის სიტუაცია. არის თუ არა პირველი ვარიანტისთვის ხელის შემცვლელი ფაქტორები? კი, ჩემო კარგებო, არის ხელის შემცვლელი ფაქტორები და აქ კონკრეტულად ხელის შემცვლელი ფაქტორი არის
კონკრეტული ადამიანი. აქ მე ხა რო გითხრათ რომ აქ არის სიტუაცია, როდესაც დედა, მამა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ასე შემდეგ, არა, ამ შემთხვევაში კი იცით რომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ სამკუთხედი სიტუაცია არ ნიშნავს კონკრეტულად ვიღაცა პიროვნება, შესაძლებელია რაღაცა ოჯახის წევრები იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვიტყვი რომ ეს არის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პიროვნება, რომელზეთანაც ესე ვთქვათ ნაწილდება ის ემოციები, რომელიც უნდა იყოს თქვათ თქვენი. არის თუ არა, აქ შესაძლებელია უკვე პაუზაზეც არის სიტუაცია გასული და აქ შესაძლებელია უკვე გავიგეთ კიდევაც რომ რაღაცები მოხდა, გქონდა შეკამათება, გქონდა რაღაცა ბრძოლის მდგომარეობა, სურვილი იმის რომ ყველაფერი და მოგვეტრიალებინა, აღგვედგინა, მაგრამ როგორც ჩანს, აქ ხელისშემშლელი ფაქტორები აშკარად ძალიან აქტიურად არიან, ესე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობაში. კი, ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ფაქტორები არ, ფაქტორი ფაქტიურად, რომელიც ხელს უშლის თქვენს ურთიერთობას და ბედნიერებას, ხო? აქ როგორც არ უნდა იყოს, მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია აქ ადამიანს თქვენი ბოლომდე წასვლა ნამდვილად არ უნდადეს და მას სურდეს თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან რაღაცა ემოციების გაცვლა, მაგრამ რატომღაც მაინც ესეთი მომენტი არის, რომ მაგ რაც არ უნდა მცდელობა ქონდეს ადამიანს, ну არ გამოვა. ხო, ანუ აქ არ გამოვა სიტუაცია თქო და რატო არ გამოვა? ну არ ვიცი ხა, შეიძლება ითქვას რომ აქ სიტუაცია იყოს ის რომ манипуляტორი სიტუაცია ქონდეს ადამიანს და ადამიანი მაინც მოუწიოს ამ სიტუაციიდან წასვლა, შესაძლებელია იყოს რაღაც მაგიური ზემოქმედება ადამიანზე და მაგიდან გამომდინარე მოუწიოს წასვლა, ხო? არის სხვადასხვა სიტუაცია, სხვადასხვა მდგომარეობა არის. პირველი ვარიანტი სამწუხაროდ არის თქვენთან ხელისშემშლელი ფაქტორები და ეს ხელისშემშლელი ფაქტორები არიან მესამე პირები, კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პიროვნება, არ ვიცი ხა, ქალბატონები, ну, ესე ვთქვათ, თქვენს პარტნიორს ყავს სხვა ქალბატონიც, ვთქვათ, მამაკაცი უყურებს, თქვენს ქალბატონს ყავს სხვა მამაკაციც, ხო? ან შესაძლებელია თქვენ ყავდეთ ყოველ შემთხვევაში, ნახეთ, აქ მესამე პირების მდგომარეობა კონკრეტულ პიროვნებით არის ამსახველი და არა, თქვათ, დედმამა და თქვათ ოჯახი რაღაცა პირობების გამო. აქ არის ვნებაც, აქ არის რაღაც მომენტში ემოციაც, აქ არის ის მომენტი, რომ არ გვინდა განთავისუფლება და გაშვება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, აქ სიტუაცია მაინც წასვლისკენ მიდის, აქ სიტუაცია მაინც დამთავრებისკენ მიდის, აქ სიტუაცია მაინც არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ манипуляტორულ სიტუაციაში ვინც აყენებს, ხო, იმისკენ იხრება სიტუაცია. აქ არის პაუზის მომენტი, შეიძლება ითქვას, შეიძლება როგორი მომენტი იყოს, ისიც აი წავიდა ადამიანი, მაგრამ ბოლომდე ვერ მიდის. შეიძლება თქვენც ვერ უშვებთ ადამიანს, ხო? რაღაც მომენტში ვერ უშვებთ, იმიტომ კი არა, რომ ანუ შევხვდებით, რომ აქ გასაშვებია ყველაფერი და დასასრულებელია, მაგრამ ეს ემოციურ მომენტს მაინც ვერ ლახავთ, ხო? ვერ ახერხებთ, რომ დაივიწყოთ, ვერ ახერხებთ, რომ რაღაცა ის მაინც არსებობს მიჯაჭვულობის მდგომარეობა, ხო? მაინც არსებობს რაღაცა შეიძლება ფიქრობდეთ მოტრიალების სიტუაციაც, რაღაცა მომენტში შეიძლება ამასაც ფიქრობდეთ სხვათა შორის, მე ესე ვიტყოდი. კი, ცოტა ისეთი მომენტი არის აქ, აი რაღაცნაირად არ ვიცი, შეიძლება ფიქრობთ, რომ არის მოტრიალების საშუალებაც და სიტუაციაც. აქ თუ მეუღლეები მიყურებთ და მეუღლეები უყურებთ, უბრალოდ მესმის თქვენი რომ გინდათ ოჯახის სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ მე გეტყოდით, რომ ადამიანი უნდა გაუშვათ. იმიტომ რომ გასაშვებია და არ შეიძლება ადამიანის რაღაცა
ესე ჩაჭიდება სიტუაციაზე, იმიტომ რომ როცა რაღაცა ძალიან გვინდა, შეიძლება უფრო არ აგვისრულდეს და უბრალოდ მიეცით საშუალება, რომ თვითონ გაერკვეს, თვითონ გამოერჩეს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში რა უნდა. ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ აი როგორ არის იცით დასრულები, ანუ თლად ვერც აღასრულებთ, მაგრამ ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებთ სათანადოდ, რომ რაღაცა შემოვატრიალოთ. ხო, აი სადღაც შუაში რო გაიჭედები, ხო, ორ სამყაროს შორის, ხო, არც ეგეთ არის, არც აქეთ არის, საერთოდ რაღაცა არეულ მდგომარეობაში შეიძლება იყოს აქ რაღაც ისეთი მომენტები, ცოტა ისეთი ნეგატიური სიტუაციების მდგომარეობაც, რომელიც საბოლოო ჯამში ცუდად მოქმედებს ადამიანზე და ვეღარ იგებს სად მისი გონება საით უნდა გადავიდეს. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა. პირველი ვარიანტისთვის არის სამწუხაროდ ხელი შემშლელი ფაქტორები და ეს არის კონკრეტული პიროვნება. ანუ სამკუთხედი სიტუაცია. გადავდებ. მეორე იყო ყვითელი. დავნახოთ თქვენთან არის თუ არა ხელი შემშლელი ფაქტორები. რა ფაქტორებია? მეორე ვარიანტთან ძალიან მომძიმებს ხოლმე სამკუთხედის სიტუაციები გულწრფელად გეტყვით. აი ძალიან ცუდია. ძერ ყველაფრისთვის ცუდია, იმიტომ რომ materialurსაც ურტყავს, ემოციურზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, რა თქმა უნდა და მე materialurსაც აზიანებს ძალიან ზოგადად ჯანმრთელობასაც აზიანებს. ძალიან მტრგუნავს ხოლმე სამკუთხედის სიტუაცია. კარგით, მეორე ვარიანტი ვნახოთ. ხელი შემშლელი ფაქტორები არის თუ არა? რა ხდება ხალხო, არ ვიცი. აქ შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა ფაქტიურად არჩევანის წინაშე დადგა და ეს არჩევანი გავაკეთეთ კიდევაც და წავედით ყველა ჩვენ სამუშაოზე და წავედით ყველა ჩვენ ცხოვრებაზე საბრძოლველად, შეიძლება ესეც ითქვას. არის ხელი შემშლელი ფაქტორები. აქაც სამკუთხედის სიტუაცია, ხალხო, არ ვიცი, კი, არის ხელი შემშლელი ფაქტორები, აქაც სამკუთხედის სიტუაცია, აქ უკვე, არ ვიცი, აქ უკვე შეიძლება ვთქვა, რომ როგორც ოჯახი, მეუღლე და კონკრეტულად რაღაც ესეთი სიტუაცია შესაძლებელია მისი მშობლების მდგომარეობაც იყოს. აქაც არის ხელი შემშლელი ფაქტორები და აქ უფრო სიტუაცია არის ისეთ მდგომარეობაში, რომ აქ დასრულებულია ურთიერთობა. ნახეთ, პირველ ვარიანტთან ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დასრულებული, იყო ხელი შემშლელი ფაქტორები, იყო სიტუაცია ისე, მაგრამ მაინც ჰაერში გაჩერებული სიტუაცია იყო, აი წასვლას აპირებდა, მაგრამ წასვლას აპირებს არ უნდა თითქოს იქ, მაგრამ მაინც ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ აქ ურთიერთობა დასრულებულია. მეორე ვარიანტი არ ვიცი ვინ აირჩიეთ, მაგრამ აქ ფაქტიურად ურთიერთობა დამთავრებულია. შეიძლება იყო ემოცია, შეიძლება კი ბატონო, ვერ ვიტყვი რომ არ იყო ემოცია, არ იყო ვნება, არ იყო სურვილი, არ იყო რაღაცა აქტიური მომენტი, არ იყო რაღაც ისეთი ურთიერთობაში სასურველი მდგომარეობა, კი ბატონო, იყო, ნამდვილად კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ აქ ხელი შემშლელი ფაქტორები არის კონკრეტულად, ესე ვთქვათ, ოჯახი. ხელი შემშლელი ფაქტორები. აქ პარტნიორი იყო დაოჯახებული, შესაძლებელია, ანუ თუ კონკრეტულად ზუსტად იცით, რომ არ იყო დაოჯახებული, მაშინ მისი მშობლები არიან. ყოველ შემთხვევაში აქ სიტუაცია არის ოჯახიდან გამომდინარე, აქ ადამიანი ვერ წამოვიდოდა ოჯახიდან, ვერ წამოვიდოდა, ვერ მოიტოვებდა ოჯახს უკან, ანუ
არ ვიცი, აქ კონკრეტულად ოჯახის მდგომარეობა მეგობრებო, აქაც სამკუთხედია, აქაც ესეთი სიტუაცია, მაგრამ აქ უკვე ოფიციალური ოჯახური მდგომარეობა, სადაც ურთიერთობა დასრულებულია. ურთიერთობა გასულია, ურთიერთობა უკან არის მოტოვებული, აქ აღდგენის შანსი ნამდვილად აღარ არის. აქ უკვე შეიძლება თქვენ დაშორების შემდეგ შექმნა ამ ადამიანმა ოჯახი, ან თქვენ შექმენით ოჯახი. ანუ აქ უკვე როგორი მომენტია, როგორი სიტუაცია, რომ ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ ხანდახან მაინც წამოგვივლის, ხო, რაღაც მოდიბე შევხედოთ, რა ხდება სიტუაციაში. არ ვიცი, აქ როგორ თქვა, რეალურად აქ იმდენად როგორ ნახეთ, როგორი მომენტი არის, აქ იმდენად ზუსტი პასუხი არის, ხვდებით, არის თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი, ამ ეს კითხვა არ უნდა დაიცვას, იმიტომ რომ ზუსტად იცით, რომ არის ხელისშემშლელი ფაქტორი, ზუსტად იცით, რომ ცოლშვილიანია, ხო, ან ქმარშვილიანია, აი ზუსტად იცით, ან თქვენ ხართ შეიძლება ქმარშვილიანი და ახლა თქვენ, ხო, ან ცოლშვილიანი და ესე რომ ვთქვათ, ხა ვინ რას უყურებს, ხო? კონკრეტულად ვიცით, რომ არსებობენ აქ ადამიანები, აქ არსებობს ოჯახი და ამის იქეთ, რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ, არის თუ არა ხელისშემშლელი, ანუ ვიცით, რომ არის ხელისშემშლელი ფაქტორი. მეორე ვარიანტი აქ არც არაფერი არ არის საკითხავი იმასთან მიმართება, უბრალოდ ერთი მომენტი ის არის, რომ აქ უკვე დასრულებულია ყველაფერი და ყველა თავის საქმეზე არის გადართული, ხო? ყველამ თავის საქმისკენ, ესე ვთქვათ, დავიდა ვიღაცა სამუშაოდ, ვიღაცა რაღაც დასალაგებლად თავის ცხოვრების და ასე შემდეგ. მოკლედ ესეა მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ნახოთ, აბა თქვენთან თუ არის ხელისშემშლელი ფაქტორები და რა არის. თქვენთან თუ არის ხელისშემშლელი ფაქტორები და რა ფაქტორებია. მესამე ვარიანტი. ნახოთ, აბა მესამე ვარიანტთან თუ არის ხელისშემშლელი ფაქტორები და წაღანა გადმომიხდა ეს არკანი და ისევ გადმოხდა მაინც ყველა შემთხვევაში მაინც გადმოვინო. აჰა. არის თუ არა თქვენთან ხელისშემშლელი ფაქტორები, მესამე ვარიანტი. აქ უფრო მე არ ვიცი, მართლა ვერ ხვდები ამდენი სამკუთხედის მდგომარეობა რანაირად ხდება, ან მართლა ყველა ერთი და იგივე სიტუაციაში როგორ არის, აი მართლა ვერ ვიგებ, ხვდებით, არის თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორები? კი, არის. არის გადაუწყებლობა, თუმცა სურვილი, თუმცა რაღაცა ემოცია, თუმცა რაღაცნაირი ვნების მომენტი, რაღაცა ფიქრი, რომ რაღაც შეიცვლება და გამოსწორდება, მაგრამ ეხლა უბრალოდ მეთქი დადასტურება მინდა და აქაც სამკუთხედია თუ არა თქო და კი, აქაც სამკუთხედია. რა გითხრათ? აქაც სამკუთხედის სიტუაცია არის, აქ მოლოდინი არის იმის, რომ ადამიანი წამოვა ოჯახიდან პირდაპირ გეტყვით, რომ აქ არის იმის მოლოდინი და იმისი სიტუაცია, რომ ადამიანი დაძლევს, მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მიაქტიუროს და ეს რაღაცა ემოციებიდან გამომდინარე დატოვოს აქ ოჯახური მდგომარეობა, განთავისუფლდეს, მოიკრიბოს ძალა და ამოვიდეს იმ სიტუაციისკენ, რომელიც გარე ფაქტორებით აქვს, ხო? და ანუ ადამიანი ელოდება იმას, რომ საბოლოო ჯამში გადაუწყვეტელი სიტუაცია დასრულდება, გაიმარჯვებს და გახდება ამ ადამიანთან, ესე ვთქვათ, თანაცხოვრებაში, მეუღლის სტატუსით და ასე შემდეგ.
აქაც არის ხელი შემშლელი ფაქტორები, აქაც არის ოჯახი, აქაც არის ის მომენტი, როდესაც ადამიანმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მიიღებს თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ უკვე მეორე ხარისხოვანია, მაგრამ მოდით მიიღებს გადაწყვეტილებას, მაინც ვიკითხოთ. აი რო გითხრათ, რა თქვენ სასიკეთოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, თქვენ ნამდვილად ვერ გეტყვით სამწუხაროდ. იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანს ექნება კი რაღაცა, ანუ აქ როგორი მომენტიც შეიძლება იქედანაც წამოვიდეს, მაგრამ არც თქვენთან არ გაჩერდება, არც თქვენთან არ მოვა. ნახეთ, თქვენს გაწყვეტილებულს დაგტოვებთ და იქაც გაწყვეტილებულს დატოვებს სიტუაციას. აქ ადამიანის მდგომარეობა მე ესე ვიტყვი, რომ საბოლოო ჯამში მაინც დასრულდება თქვენი ურთიერთობაც და იქაც დაასრულებს ურთიერთობას. აი, აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი ორივე მხარეს დაასრულებს მდგომარეობას, ხო? არის თუ არა ფაქტორები, მესამე ვარიანტისთვის ისეთი ხელი შემშლელი არის, კი ბატონო, რა ფაქტორებია და არის ის, რომ მან უნდა გადაწყვიტოს წამოსვლა თავისი ოჯახიდან და თქვენთან ოჯახის შექმნა, მაგრამ არ გადაწყვეტავს მაგას, იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობიდანაც გავა და იქედანაც წამოვა. ადამიანი უბრალოდ არის ეგოისტი, ადამიანი არის უბრალოდ თავის ტიპაჟი, ესე ვთქვათ, მეორედ ოჯახის შექმნისა ნამდვილად შეეშინდება და ნამდვილად არ ენდომება და შესაბამისად აქ რაღაცა მომენტში თავისუფლებას უფრო ესე ვთქვათ აირჩევს, ხო, თავისუფლებას იმ კუთხით, რომ ნუ მეორედ აღარ უნდა ოჯახი. აი ეს მომენტი ექნება, აქ საბოლოო ჯამში მაინც დაასრულებს სიტუაციას. ნუ აი 10 ხვალიც ანუ იქნება დასრულების შემდეგ რაღაცის გაგრძელება შეიძლება თქო და 10 ხვალით რა უნდა გავაგრძელოთ, ოღონდ მითხარით, თუ მეტყვით, კი ბატონო, მაშინ ვიტყვი, რომ გაგრძელდება თქო ყველაფერი თქო. აქ უბრალოდ ადამიანი არის ძალიან ეგოისტი და ალბათ ხელი შემშლელი ფაქტორიც ეგ არის. სადაც თვითონ და როგორც თვითონ ენდომება, ისე გააკეთებს და აქ ნამდვილად რო გითხრათ, თქვენ და სასიკეთოდ გააკეთებს ნაბიჯებს, არა. თავის და სასიკეთოდ აუცილებლად გააკეთებს. არც თქვენთან იქნება და არც იქ იქნება. ეს არის თქვენთვის ყველაზე ხელი შემშლელი ფაქტორი, ის რომ ადამიანი არ ვიცი გადაწყვეტავს, რომ იყოს იცით რა, თქვენ რეალურად ეხლა მე თუ ესე ვიტყოდი, აქ ოჯახი კი არ არის ხელი შემშლელი ფაქტორი, მისი ეგოიზმი არის აქ ხელი შემშლელი ფაქტორი, თორე შეიძლება ოჯახიდან წამოვიდეს, ანუ მისთვის იქ მომენტიც რაღაცნაირად არ არის პრობლემა. თავისუფლად დატოვებს, შეიძლება ადამიანს უკვე იქ აღარ აქვს რაღაც მომენტი, მაგრამ აი თავის-თავი იმდენად უყვარს, რომ აქ უფრო მეტად თავის-თავზე ორიენტირებული მდგომარეობა არის და მაგას აუცილებლად დაიცავს, ესე რომ ვთქვათ, საკუთარ თავს, ხო, და თავის საკუთარ სურვილებს რა, როგორ და რანაირად იყოს. მოგეთ ასეთ გამოვიდა სამი ვარიანტი. არის თუ არა ხელი შემშლელი ფაქტორები ურთიერთობაში და რა ფაქტორებია? ავიცი, მართლა დამიწერეთ, ძალიან მაინტერესებს უბრალოდ სამივე სიტუაცია, სამკუთხედი მდგომარეობა ამოვიდა, ნუ რა ხდება, არ ვიცი, მამაკაცებს აქვთ უკვე რაღაცა პრობლემის მდგომარეობა, თუ ქალბატონებს აქვთ პრობლემები, თუ რა ხდება, მართლა ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ამდენი სამკუთხედი უბრალოდ შეუძლებელია. ნუ ჩემთვის სიმართლე გითხრათ, ისიც სამკუთხედია, თუ მშობლები ერევიან და ბიძაშვილები, არც ის არ არის მისაღები, ზოგადად სამკუთხედის სიტუაციები ცოტა რთულია და არავის არ განვიკითხავ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ სამკუთხედის სიტუაციაში თუ იმყოფებით, იცოდეთ, რომ ძალიან მძიმედ ისახება ფინანსებზე და ჯანმრთელობაზე. უბრალოდ მაგის თქვა მინდა, ყველას თავის ცხოვრება, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მე ზოგადად ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას და სურვილს და პატივს ვცემ, ვისაც როგორ უნდა ისე უნდა იცხოვროს. უბრალოდ ცოტა მიკვირს ხოლმე, რომ ანუ ამდენი გაშლაში სულ სამკუთხედის სიტუაციები ძალიან გულსატკენია, რომ რაღაცა დაჩაგრულად ხედავ თუ გრძნობ ხოლმე თავს, როდესაც რაღაცა სიყვარული არსებობს ადამიანს
უნდა რომ იყოს ბედნიერი და ვიღაცა მესამე პირების გამო რაღაცები არ გამოდის და ცხოვრება ინგრევად, რაღაცა ჩემთვის ძალიან ისეთი მტკივნეულია ხოლმე. არ ვიცი, მოკლედ ბედნიერებას გისურვებთ, ჩამოკარგებო, წარმატებას გისურვებთ, სიყვარულს გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს და სწორ ადამიანებს, სწორ პარტნიორებს გვერდით, რაც მთავარია დროებით.